სულოში ვარ თეორიულ მე მშობლების სახში წავედით ახლა. დარბაზისკენ წავიდნენ ნელ-ნელა და ქართველები ციკაიან გააცის. აბარა! გამომიბარა მე რაში ხუდა. სხვა იმას უყურე რაღაც გადავთო და აღარ ჩერდა. კარიერის დასრულების შემდეგ მე რამე საქართველოში ცხოვრებას აპირებს თუ მსგავს სფეროში გააგრძელოს მოღვაწეობას ამერიკაში ამერიკაში. კომისიოს შემოგვიყვანს ფიქრები და არა მაგ გააკეთებს. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო არის თუმა ფეხბურთზე, რაგბიზე, ძიუდოზე და სხვა ყველა სპორტის სახეობაზე, რომელიც ჩვენს არხზე გინახავთ. დღეს იქნება ყველაზე განსხვავებული და ემოციური ვიდეო, მივდივართ მერა გვალიშვილთან. ამ ეტაპზე ამერიკაში ვერ წავალთ, მაგრამ ჩავალთ რუანში, სოფელ სულოში, სადაც მერაბის მშობლები ცხოვრობენ. გაგიზიარებთ იმ ემოციას, რომელსაც ეს ადამიანები გრძნობენ მერაბის ბრძოლის დროს, პლუს მაგას გეტყვით, რომ არის ისტორიული ბრძოლა წელიწადში 4-ჯერ არავის უჩხობია ამ ორგანიზაციაში და პლუს მეტოქე არის პიოტრ იანი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსი მებრძოლი. მთავარია რომ ყავადავლიოთ, იმიტომ რომ არ ჩაგვეძინოს, მაშინ უნდა ვიყოთ 6 საათზე, პირველი საათი არის ახლა თბილისში. ნუ ადრე მივდივართ გზაში, რაღაც პრობლემა შეგვიქმნას, მალევე მოვგვარდით და ადგილზე ჩავიდით. კაი, ყავიზალების შემდეგ კარგ ამბავს გეტყვით, ყავს მეგობარი კომპანია, რომელსაც თქვენთვის საჩუქრები გამოყვა, ამიტომ როგორ მიიღოთ ეს საჩუქრები და რა ფორმით, თუ გაინტერესებთ, აუცილებლად ვიდეოს უნდა უყუროთ ბოლომდე. მეგობარ კომპანიაზე რო გისაუბრებთ, არის კროკო შოპი მეგობრებო, ქართულ ბაზარზე ახალი შემოსულია და გადაწყვეტეს რომ ვიმედოხოთ. და ეხლა რა ხდება? კროკო შოპი არის ონლაინ შოპინგ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი შეძენა ტექნიკიდან დაწყებული ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთით დასრულებული, რაც გონებაში გააქვთ მოაზრებული, ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ, ანუ ონლაინ შოპინგოთ, დაზოგოთ, საცობში არიდგეთ ჩათვალეთ და ასე შემდეგ. ეხლა ამ რაღაცებს რო გეუბნებით, პარალელურად შეგიძლიათ გახსნათ და ნახოთ კროკო შოპში, არჩიოთ სასურველი ნივთი და პლუს ვიდეოს ბოლომდე უყუროთ და გეტყვით რომ ვაუჩერებს ვათამაშებთ, რამდენიმე გამარჯვებული გეყოლება, ვიდეოს კონკრეტულ მომენტში ამონახეს კითხვა, ისე არ გეტყვით რომ მომენტში, ამიტომ აუცილებლად ნახოთ ვიდეოს და მარტივი კითხვა იქნება. პირველი 5 ადამიანი, ვინც ეგრევე უპასუხებს, ამ ვაუჩერს გადავცემთ. სულოში ვარ თეორიულ მე მშობლების სახში და წავედით ახლა. Zeppelin. ატყოდი და არის შელა. ყველა ტრაის რო ხავახლა. დარბაზისკენ წავიდნენ ნელ-ნელა და ქართველები ციკაიან გააცის. იქნება შეუყურება საერთოდ და უყურე ბაგას და ადვია ყურებას. იმ ძავს აქ ემოციებს. რა თქმა უნდა. მოდი ზოლა და მოდი გამოცხადება და მოდი ასეთი ნადება არის. უა ახალი მახრეული ნეულობა და ნუ მეგობრებთ რა. განსხვავდა თქმა დია და ზოგი გამოცხადებით და ზოგი დამთავრებული არის სანერვიო. და თვითონ იზოდა და თვითონ უნდა. და თვითონ შედება და იანზია გიდებოდა. აღაშენის დაბაში? კი, აი ეს რომ მიყავთ ხოლმე რა ავტობუსიდან ჩამოვიდა ეხლა ამწავს და დარბაზში როგორც ჩვევია, ჩოხით და ფაფახით მოკლედ ძალიან მჯერა რომ მაგრამ მოუგებ დღესაც. ის კი იბრიქება რაღაცა. მომაზრებელია იგი. ხო. ალა ხო ნაგაჩული ვიცა ირანა მოგებულიზა და ეს არის ახლა შეხედულობაც არის და მეორე ჩუბი მოგებიარდი იგი დადარჩა მაშინ ვერ ჩავთვლი ესია ამდე მარტო ვიყავ და ვერ ჩავთვლი მეორე ჩუბი და
გამიმიბარა მე რამე ჩხუბი და სხვა იმას უყურე რაღაცას გადავხედა და აღარ ჩერდა და დავიღე ამერიკაში გორები ჩუქას ვიგე მოვიგე მანგო ჩავდე უკვე რავი დასულია ჩხუბი დამთავრებულია და ჩავდა უყურე რაბერ მოწყო იმან რამდენჯერ წავშია რა დღეშია რა დღე ახლა და მე მოხარდა მე აგუდა იმას შედგაზე და იქიდან მოვუდა ეჩხუბი მაგრამ აი ეჩხუბია რა ვერ იყო შეიძლება ჯობდეს რა თამაშ ვარა სპორტიც ეგეთი არის შეიძლება ერთმა რაღაცამ გადაწყვეტოს და დარტყმა შეიძლება არა დღეს ეგ გამორიცხული არის ეს საუცილებლად უნდა მოვიდე აკა აფრის ანალი კურბანა ობზადი არ უნდა როგორი გონოს თუ არა რაბერ არის რაბერ არაჩვენი ხაბარ აი ეგ ენავს გავუმარჯოს და დღეს ისტორიული გზა იცოცხლეს რა მართულებულები ვართ ყველანი რომ კიდევ ერთხელ მოგიტანს ბედნიერებას და გაიმართოს გავუმარჯოს ვერაგულაშვილს Me fighting UFC. Now to be UFC champion and defending my belts and აბარა ჩვენი ჩემპიონი მერაბ თვალიშვილი მოდის გალიისკენ მანქანა 35 წლის მებრძოლი რომელიც მიდის რეკორდზე უნდა გააკეთოს დღეს მერაბმა ის რაც ისტორიაში არაფერს არ გაუკეთებია ერთ წელიწადში უნდა დაიცვას ქამარი მეოთხე არავის UFC-ის ისტორიაში მსგავსი რა არც კი იფიქრია ხო მანქანას შეუძლია მსგავსი რა And 48-47 for the winner by unanimous decision თულია ძალიან ვერავინ გიქნა და შეხედა ფერს უსტათი ვეი უფრო გამიყურებოდა ვერ
მაინც მომხდება მაგრამ სუსტად მიზო გამოიყურებოდა. როცა სუსტად ახავდა, ისა ძალა-ძალა. გაუგეთებია რა ვიცი. სოფლის ისტორიაში შევიდა. კამარს აუცილებლად დაიბრუნებს. ყველაფერი ერთად არ არის. კამარს აუცილებლად დაიბრუნებს ხა დროებით არ აუშვებს. და ნერვიულობდა და დაგაბული იყო და ივანეია და ვისოდი რა. მიუხედავად ამისა ნივროდა იმით რომ შედეგი არ არის. შესაბამისი რა გვინდოდა, მაგრამ ხელი სპორტი ყველაფერი წინ არის და ყველაფერი საფრთხეზე შეუძლება. ნუ გაგევიდე ყველაზე უფრო მერაბიზების შესაბამი და ყველაფერი გააკეთოს ჩვენ გავახარო. გაიხარეთ. მართლაც როგორც ითქვა სპორტია და ყველაფერი ხდება. შემდეგს დარწმუნებული ვარ რომ მერაბი აუცილებლად კამარს დაიბრუნებს და მაგ ბრძოლაზეც პირდებით რომ ჩამოვალ. კარგად ბრძანდებოდეთ. ედნიერად. გაიხარეთ. დასრულდა მეგობრებო ეს ვლოგი გამარჯვებისთვის უფრო ვიყავით გზადვიდრე მათთვის მაგრამ არ უშავს სპორტია ყველაფერი ხდება იზღადამჩერია მოგიწოდოთ მარხი გამოიწეროთ სარესპუბლიკო კარტულ და კოკოშოპის ვაუჩერებს რასაც ვეთამაშებთ მაგაში მიიღო მონაწილეობა და საახალწლო კონკრეტის ვაუჩერები გამოიყენოთ კითხვა კი ამონათიდან ახავდით პირველი 5 ადამიანი ვინც სწორად პასუხებს თავისი ჩაედიტებით და ყველაფრის გარშე სრულად ჩათვალეთ მაგ ადამიანებს გადავცემა ვაუჩერი წავედით ხა